პროკურატურამ სოფლის განვითარების სააგენტოს პროექტების მართვისა და ტექნიკური დახმარების დეპარტამენტის უფროს ბრალდება წარუდგინა. ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ სოფლის განვითარების სააგენტო 2019 წლიდან მთავრობის შესაბამისი დადგენილების საფუძველზე ფიზიკური პირების და ინდივიდუალური მეწარმეების სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის შესაძენად თანადაფინანსებას ახორციელებდა. 2021-2024 წლებში ხსენებული პროექტის ფარგლებში გამოყოფილი დიდი ოდენობით თანხების მართსაწინააღმდეგო დაუფლების მიზნით ბრალდებული აქტიურად იყო ჩართული ორგანიზებული ჯგუფის დანაშაულებრივ საქმიანობაში და სააგენტოს ყოფილ თანამშრომელთან და ჯგუფის სხვა წევრებთან ერთად სახელმწიფოს კუთვნილი დიდი ოდენობით თანხებს ყალბი დოკუმენტის გამოყენებით მართსაწინააღმდეგო დაუფლებოდა. ამ ეტაპზე გამოძიების მიერ დადგენილი ზიანი 800.000 ლარს აღემატება. დაკავებულს ბრალდება ორგანიზებული ჯგუფის მიერ დიდი ოდენობით თანხის დაუფლების და ჯგუფურად ყალბი საგადასახადო დოკუმენტის დამზადება გამოყენების და ყალბი ოფიციალური დოკუმენტის გამოყენების ფაქტზე წარედგინა. დანაშაულის სასჯელი სახე და ზომად 7-დან 10 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. პროკურატურა ბრალდებულის მიმართ აღკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობით სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს. საზოგადოებას შევახსენებთ, რომ საქართველოს პროკურატურამ სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის თანადაფინანსების სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში გაცემული გრანტების 826.815 ლარის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე 2025 წლის 18 ივლისს ბრალდება ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის სხვა 12 წევრს წარუდგინა. ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში გრძელდება გამოძიება ზემოაღნიშნული პროგრამის ფარგლებში მსგავსი დანაშაულებრივი ქმედებების გამოვლენისა და ორგანიზებული ჯგუფის სხვა წევრების მხილების მიზნით.